თუ გონება არ ჩერდება, ერთი და იგივე ფიქრი ისევ და ისევ ბრუნდება. თუ შფოთვა მართავს მთლიანად ჩვენს დღეს და გონია რომ რაღაც ცუდი აუცილებლად მოხდება. თუ ამ შფოთვას დროებით რიტუალებით ამცირებ, იწყებ შემოწმებას, თავიდან არიდებას, ბრძოლას, კონტროლს. მინდა იცოდე, რომ ეს არ არის შენი ფსიქიკის სისუსტე, ეს არის უბრალოდ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. ხალხში კი უფრო ნაცნობი სახელი დაკვირდებული ფიქრები და რიტუალები. პრობლემა არ არის თვითონ ფიქრი, პრობლემა არის ის, თუ როგორ რეაგირებ მასზე. რაც უფრო ებრძვი, მით უფრო ძლიერდება. რაც უფრო აკონტროლებ, მით უფრო გმართავს. პრინციპში შენს კარგად იცი რა ხდება მაგ დროს. მე შექმნილი მინიკურსი, რომელიც შედგება ვიდეო გაკვეთილებით, სადაც აღწერილია მნიშვნელოვანი პრინციპები, რომლის საშუალებითაც შეძლებთ დაუბრუნოთ კონტროლი საკუთარ თავს. სადაც არ ვიბრძვით ფიქრებს და არ ვასწავლით ყალბდამშვიდებას. უბრალოდ ჩვენ ვცვლით რეაქციას და ზუსტად აქედან იწყება თავისუფლება. ჩემო ძირფასებო მინიკურსი ჯერ კიდევ ფასდაგლებაში, ასე რომ მიჩქარეთ. ლინკი იქნება კომენტარებში ან მომწერეთ პირადში და გამოგიხსენებთ. ტყუილად იტანჯავ თავს, გამოსავალი არის. გისურვებთ ყველას წარმატებებს და გაუზიარეთ ეს ვიდეო იმ ადამიანებს, ვისაც თვლით, რომ დახმარება სჭირდება.